გაინტერესებს განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი, გამოცდილ წამყვანებთან და კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად. ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს შენს ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ნახავ და მოისმენ მხოლოდ აქ, საქართველოს ტალღაზე. გამოიწერე ჩვენი არხები და გვისმინეთ სოციალურ ქსელში, YouTube-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე. მოძებნე საქართველოს ტალღა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა იურისტის საათი, როგორც მოგეხსენებათ, ყოველ 4 შაბათს ჩვენ გვაქვს სწორედ ეს ფორმატი, როდესაც იურისტები, ადვოკატები, მართლმსაჯულებასთან შეხებაში მყოფი ადამიანები იკრიბებიან ჩვენ სტუდიაში და ვსაუბრობთ მნიშვნელოვან პროცესებზე, რაც დაკავშირებულია სწორედ სასამართლოსთან, მართლმსაჯულებასთან და გახმაურებულ საქმეებთან. დღევანდელი დღეც სწორედ მიეძღვნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეს, რაც ბოლო პერიოდში მომხდარა ალბათ ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც ჩვენი სტუდია ძალიან აქტიურად აშუქებს. საუბარი არის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე. როგორც იცით, ეს საქმე უკვე უახლოვდება დასკვნით ეტაპს და სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დღეს ჩვენთან სტუდიაში იქნება ადვოკატი ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი და დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით მაყურებელს. ვიდრე დავიწყებთ საუბარს, მინდა ერთი ვიდეო შევთავაზოთ მაყურებელს, როგორც იცით, სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი, რაც მოსამართლე გამოაცხადებს განაჩენს, ჯერ დარჩენილი არის დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემაჯამებელი ეტაპი, შემდეგ იქნება რეპლიკების ეტაპი და შემდეგ უკვე გამოცხადდება განაჩენი. აი სწორედ ეს ბოლო პერიოდი ალბათ არის ყველაზე უფრო მეტად დაძაბული პერიოდი და საინტერესო ინტერვიუ იხილა ტელემაყურებელმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერით გადაიცა ეს გულისხმობ დავით მიქაძის ამ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული პირის უკვე მეორე სატელევიზიო ინტერვიუს. ამ შემთხვევაშიც დავით მიქაძე საუბრობს მოტივთან დაკავშირებით, რაც შემოთავაზებული აქვს პროკურატურას ეს ვერსია და საუბარი არის, რომ თითქოს ბიზნეს ინტერესების გამო მოხდა და ბიზნეს ინტერესების გამო დააორგანიზეს ამ ადამიანებმა ეს დანაშაული, ამაზე აქვთ მათ ყოველ შემთხვევაში ბრალი წარდგენილი. დავით მიქაძის ეს ინტერვიუ პრინციპში კიდევ ერთხელ იქნება ალბათ იმისი მტკიცებულება საზოგადოებისთვისაც, რომ არანაირი მსგავსი შეხება ბიზნეს ან საქმიანობასთან დაკავშირებული შეხება გარდაცვლილს და ბრალდებულებს არ ჰქონიათ. სწორედ ამას ეძღვნებოდა გარკვეულწილად ეს ინტერვიუ. ჩვენ მოვამზადეთ ამ საკითხზე ვიდეო და თუ შეიძლება შევთავაზოთ მაყურებელს. ძმებ მიქაძეებს კარგი ურთიერთობა გქონდათ ლევან ჯანგველაძესთან თუ დისტანცირებულები იყავით ერთმანეთისგან? ურთიერთობა ჩვენ არ გვქონდა, როგორც ასეთი, დაპირისპირება ჰქონდა. პირველი შეერთვის აბსოლუტურად უცნობია, მაგრამ რაიმე საქმე ვქონდათ. ყველა უზბაურთან როგორც ასეთი კონტაქტში, არასდროს დიალოგში არ შევსრულე. დასკვნად მეთქვა გააკეთეთ ეს. ნაცა მიყავს ფარცხალაძეს კოკამორბაშია? არ ვიცი კოკამორბაშია ეს კითხეთ. ნახეთ დავით მიქაძის უკვე მეორე სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც ის კიდევ ერთხელ მკაფიოდ და კატეგორიულად უარყოფს ლევან ჯანგველაძესთან რაიმე ბიზნეს ინტერესებს. ის განმარტავს, რომ მასთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია. მით უმეტეს, ის გამორიცხავს ყველანაირ დაპირისპირებას. ჩვენ ამ საქმეში ვამტკიცებთ იმას, რომ ვართ დანაშაული. სინამდვილეში პროკურატურა უნდა გვიმტკიცებდეს, რომ ჩვენ ვართ დანაშაულები. ამის არანაირი მტკიცებულება არ არის. რასაც ვაპროტესტებთ. თუ ეს ინფორმაცია მივეცით დილას, საიდანაც უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ ინფორმაცია მქონდა. არც ის დასტურდება, რომ მივეცით საერთოდ კვეთა დასტურდება. პროცესის განმავლობაში ისება მივიდა იმაზე, რომ თითქოს თავს გვარიდებდა. თუ თავს გვარიდებდა შესაბამისად ამ ინფორმაციასთან
ლოგიკურად საერთოდ არ უნდა გქონოდა. იძახი პროკურატურა რას იძახის. ჩვენს ერთ მკვეთრ ერთმანეთს არ გვქონდა. გამარჯვების დონეზე როგორ არ ვიცოდი, მაგრამ აი გადაკვეთა როგორც ასეთი სოციალური კვეთა აქვს. მე მსმენია, რომ თქვენ ერთადაც ყოფილხართ სუფრასთან, დაგილევიათ ერთმანეთის საცხოვრებლო. კი, ყოფილა, როცა ადამიანიკვეთია ესე, ორჯერ ეგეთი მოცემული. ძმებ მიქაძეებს. კარგი ურთიერთობა გქონდათ ლევან ჯანგველაძესთან თუ დისტანცირებულები იყავით ერთმანეთისგან? ურთიერთობა ჩვენ არ გვქონდა. როგორც ასეთი, დაპირისი ბალად ქონდა, პიროვნული. არც საქმეში არ ყოფილა მისი მხრიდან მიცდელობა. მას ქონდა რაიმე ბიზნეს ინტერესი საქართველოში და უთხოვია ბატონი ოთარისთვის დახმარება? ოთარის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩემ და ოთარის შორის საერთოდ არასდროს საუბარი არ ყოფილა. შეერთვის აბსოლუტურად უცნობია, მაგრამ რაიმე საქმე რო გქონდათ. თქვენ ოთარს კითხეთ ამ მასალების დასაჯაროების შემდეგ ფინანსურ პოლიციაში მართლობა ერთ პოლიგონს მისვლა საერთოდ არ ყოფილა. მე როგორც ვიცი. გელაუძილაურს იცნობთ? ცნობა რასაც ქვია, არ ვიცი. გელაუძილაურთან როგორც ასეთი კონტაქტში, არასდროს დიალოგში არ შევსრულე. მტკიცებულების ერთობლიობა კი არა, მტკიცებულება საერთოდ არ არის და თავი გამომძიებლის მიერ. თვითონ ასხადებს, რომ მტკიცებულება როგორც ასეთი საქმეში არ არის. 500 საათის ჩანაწერები სასამართლოზე ექსპერტი აცხადებს, რომ აჩქარებულ რეჟიმში აქვს. ანახი, თუმცა დასკვნაში უწერია, რომ შენელებული რეჟიმში არის. დასკვნად მეთქვა გააკეთებს. იქ ზეიმის სახის მტკიცებულება ორგანიზმთან დაკავშირებით საერთოდ არ არის. წარმოდგენილი არის მტკიცებულებები ურთიერთობასთან დაკავშირებით. იოგი ჯოხაძესთან ურთიერთობას მე არ უარყოფ. ჩემი არანაირად არ დასტურდება სასტუმროში იყო, ვადასტურებ რომ სასტუმროში ვიყავი, ამ ფორმატში რაშიც ვიყავი, გადროითაც ვიყავი. ვერანაირად ვერ მოხდებოდა დამიჯდა ორგანიზება. რატომ არის ესეთი დაინტერესებული კოკა მორგოშია ფარცხალაძის და მიქაძეების დასჯით? მე მორგოშიას არანაირი კვეცა მქონია. კარგად დაზუთხულადაც არ უნდა იძლეოდეს ამ ჩვენებას, რომ თავიდან ბოლომდე ცემისწამება. თუკი მტრობა ამოძრავებს, მაგის გარდა რა მიზეზი არის, ამის თვითონ იზრახის რომ მტრობა აკავშირებს. მოხვალავ ნაცემ იყავს ფარცხალაძის კოკა მორგოშია? არ ვიცი კოკა მორგოშიას კითხეს და ფარცხალაძეს. თავს უსაფრთხოდ გრძნობთ თუ არა? და თქვენი ძმა ასევე ამ პირობებში ის რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს ციხეში? ისო ჩემს ადვილად მოსადრეკი კაცი არ არის მანიპულაცია. თქვენ თავად როგორ გრძნობთ თავს? ხანეთ ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ბრალდებამ უკვე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და მოსამართლე უახლოეს პერიოდში განაჩენს გამომაცხადებს, პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა იმ მოტივის გასამხარებლად, რომ ლევან ჯანგველაძესა და ძმებ დავით და გიორგი მიქაძეების შორის ბიზნესის გამო დაპირისპირება არსებობდა. ბრალდება, რომელიც 9 თვის თავზე მტკიცებულებების გარეშე წარდგა, საბოლოო სიტყვით მოსამართლის წინაშე, მაინც უმკაცრეს სასჯელს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. საბოლოოდ პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი პრაქტიკულად სრულად გადადის მოსამართლეზე. და სწორედ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული სრულიად უდანაშაულო ადამიანების ბედი. დაბრუნდით ეთერში, ჩვენ ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო, რომელიც ტელეკომპანია ფორმულაზე გასულ აი ამ სიუჟეტის მიხედვით იქნა აწყობილი და ამ ინტერვიუს მიხედვით იქნა აწყობილი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მომენტი გამოკვეთოთ. პირველი ვთქვათ ის, რომ ბრალდებამ უკვე წარმოთქვა თავისი დასკვნითი სიტყვა პროკურორმა ბატონმა ლევან ვეფხვაძემ დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ის კითხულობდა საკმაოდ ვრცელ სიტყვას სასამართლოზე. ძირითადი ნაწილი, როგორც შემდეგ ჩვენ შეფასებები მოვისმინეთ, შეეხებოდა უშუალოდ მკვლელობის ეპიზოდზე იყო საუბარი, როგორ მოხდა თავდასხმა, როგორ ასე ვთქვათ, მოხდა უშუალოდ დანაშაული, მაგრამ აი რაც დაკავშირებულია ორგანიზებასთან, რასაც ამ ხალხს ედავებიან ამ შემთხვევაში გიორგი და დავით მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს, ამ ნაწილში პროკურორმა საკუთარი ბრალდება ააგო
ფაქტიურად ერთადერთ ჩვენებაზე და აი აქ გამახსენდა სწორედ ჩვენს ეთერში თქვენთან ერთად არაერთხელ ნათქვამი ეს გარემოება რომ ერთადერთი ვინც აი ამ ხალხს ესე ღიად დაადო ხელი ეს იყო კოკა მორგოშია. სწორედ აი ამ ადამიანის ჩვენებას დაეყრდნო პროკურორიც საკუთარ დასკვნით სიტყვაში და ასევე საუბარი არის რომიკო გოგიაშვილის პატაკზე, რომელიც წყაროც არის ანონიმური წყაროს მიერ შედგენილია ეს პატაკი და ბუნებრივია ჩვენ ამაზე გვისაუბრია კიდეც რომ არ შეიძლება რომ ანონიმური წყაროს მიერ მიცემული ინფორმაცია გამოყენებული იქნას განაჩენისთვის, ხომ? რო ვისაუბროთ აი თქვენ როგორ შეაფასებდით პროკურორის დასკვნით სიტყვას, თუ იყო იქ რაიმე მართლაც ისეთი სიახლე, რაც აქამდე არ მოგვისმენია, რადგან ჩვენ სულ გვესმოდა ბატონი ლევან ვეფხვაძისგან, როდესაც ის ჟურნალისტებს აძლევდა ხოლმე ინტერვიუს, რომ აი მოვა დასკვნითი სიტყვის ეტაპი და მე იქ ვიტყვი მთავარს, იქ შევაჯამებ, იქ გამოვკვეთავ, ასე ვთქვათ, მტკიცებულებებს. რა ვიცი, დამთავრდა ეს დასკვნითი სიტყვაც, რამდენად გამოიკვეთა რაიმე მართლაც ისეთი მტკიცებულება, რაზეც შეიძლება მანამდე ყურადღება არ მიგვიქცევია. გამოიკვეთა ის, რომ ილაპარაკა 6 საათი. მაგრამ მოლოდინი აბსოლუტურად არანაირი არ მქონია, რომ ის რაიმე სიახლეს შემოვიტანდა, იმიტომ რომ სიახლეს ვერაფერს ვერ შემოვიტანდა, რაც იყო საქმეში წარმოდგენილი იყო, გადაცემული ჰქონდა დაცვის მხარეს და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება საქმეში არ იყო და არ არსებობს. ახლა ბატონი ლევანი პროკურორი შეეცადა მრავალ სიტყვაობით შეფუთა ის რეალობა, რომ საქმეში არაფერი არ არის და გამოიყენა манипуляტიური მეთოდი, ესე იგი ის გადმოსცემდა თუ როგორ მოხდა დანაშაული, შემდეგ სასურველი შეეცადა გაესაღებინა რეალობად. როდესაც მიდგა საქმე რომ რა მტკიცებულებით ადასტურებს ამ ყველაფერს, აღმოჩნდა და ასეც ველოდით, რომ ის ვერაფერს ვერ ასახელებს მტკიცებულების სახით, გარდა მორგოშიას ჩვენებისა, რომლითაც დაიწყეს, რომ ჯონათან ჯონიო სოციალურ ქსელში რომ გამოახორციელეს სტატუსი მისი და ამ ყველაფრის უკანონო მორგოშია, შემდეგ ჩვენება რომ ისცა ასრულიად აბსურდული და ჭორაობაზე აგებული და თავად დაადასტურა მორგოშიამ საქართველოში მისი პირადი მოსაზრებები იყო ეს ყველაფერი, რაზეც მან ისაუბრა და პოლიციის პატაკი ანონიმურ წყაროზე კონფიდენცზე ნახსეთკაზე დაყრდნობით, რომლის ვინაობასაც არ ამბობს, დავთვალე ყველა დაწერს და ყველა იტყვის ისი თქმაც უნდა და გაასაღებს რეალობად, ხო? ეს ყოველსასი არ არის და პროცესშიც კანონშიც პირდაპირ არის მითებული, რომ პოლიციის პატაკი არანაირი მტკიცებულება არ არის, იმიტომ პოლიციამ რომც გამოიგონოს პატაკის შინაარსი და ამ შემთხვევაშიც ასეა, გამოგონილი შინაარსია პატაკში ჩადებული, პასუხს ვერ მოთხოვ, ვერ დაამტკიცებ, ვერაფერს, კაც ეთქება მინდითხრა, არ გეტყვის. ის კი არა მის ხელმძღვანელობასაც არის. ვალდებულებაც კი არა აქ ამ შემთხვევაში. არანაირი ვალდებულება არა. ბატონო ირაკლი, როგორც პროდიუსერი მეუბნება, ხმასთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს. თუ შეიძლება გაუშვათ ფილმი, რომელიც ნახეთ ასევე უკვე ეთერში, მანამდე აი ამ პატარა ტექნიკურ ხარვეს გამოვასწორებთ და განვაგრძოთ შემდეგ საუბარი. ძმებ მიქაძეებს. კარგი ურთიერთობა გქონდათ ლევან ჯანგველაძესთან თუ დისტანცირებულები იყავით ერთმანეთისგან? ურთიერთობა ჩვენ აღვქნა, როგორც ასეთი, პირველი პარადოქსი ქონდა, პირველი შეერთვის აბსოლუტურად უცნობია, მაგრამ რაიმე საქმე უქონდათ. ბელგუსთან როგორც ასეთი კონტაქტში, არასდროს დიალოგში არ შევსწავლეთ. დასკვნად მოთხოვნა გაკეთებულა. ნაცემ იყავს ფარცხალაძის კოკა მორგოშია? არ ვიცი კოკა მორგოშიას კითხეთ. ნახეთ დავით მიქაძის უკვე მეორე სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც ის კიდევ ერთხელ მკაფიოდ და კატეგორიულად უარყოფს ლევან ჯანგველაძესთან რაიმე ბიზნეს ინტერესებს. ის განმარტავს, რომ მასთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია. მით უმეტეს, ის გამორიცხავს ყველანაირ დაპირისპირებას. ჩვენ ამ საქმეში ვამტკიცებთ იმას, რომ ვართ დანაშაული. სიზამრიში პროკურატურა უნდა გვიმტკიცებდეს, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები. ამის არანაირი მტკიცებულება არ არის. რასაც ვაპროტესტებთ. თუ ეს ინფორმაცია მივეცით დილას, საიდანაც უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ ინფორმაცია მქონდა. არც ის დასტურდება, რომ მივეცით საერთოდ ქვეთა დასტურდება. პროცესის განმავლობაში ისება მივიდა იმაზე, რომ თითქოს თავს გვარიდებდა. თუ
თუ თავს გვარიგებდა შესაბამისად ამ ინფორმაციასთან ლოგიკურად საერთოდ არ უნდა გქონოდა. იძახი პროკურატურა რას იძახის? ჩვენ საერთოდ გვეცა ერთმანეთს არ გვქონდა. გამარჯვების დონეზე როგორ არის ოდი, მაგრამ აი გადაკვეთა როგორც ასეთი სოციალური კეთა არ გქონდა. მე მსმენია რომ თქვენ ერთადაც ყოფილხართ სუფრასთან დაგილევიათ ერთმანეთის საცხოვრებლო. კი, ყოფილა როცა ადამიანიკვეთია ესე ორჯერ ეგეთი მოცემული. თქვენ ძმებ მიქაძეებს კარგი ურთიერთობა გქონდათ ლევან ჯანგველაძესთან თუ დისტანცირებულები იყავით ერთმანეთისგან? ურთიერთობა ჩვენ არ გვქონდა. როგორც ასეთი, ოპერაცია პარატკომდა, პირველი არც საქმეში არ ყოფილა მისი მხრიდან მიცდელობა. მას ჰქონდა რაიმე ბიზნეს ინტერესი საქართველოში და უთხოვია ბატონი ოთარისთვის დახმარება? ოთარის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩემ და ოთარის შორის საერთოდ არასდროს საუბარი არ ყოფილა. შეერთვის აბსოლუტურად უცნობია, მაგრამ რაიმე საქმე არ გქონდა. თქვენ ოთარს კითხეთ ამ მასალების დასაჯაროების შემდეგ ფინანსურ პოლიციაში მართლაც ერთო პოლიგონს მისვლა საერთოდ არ მოხდა. მე როგორც ვიცი. გელაუძილაურს იცნობთ? ცნობა რასაც ქვია, არ ვიცი. გელაუძილაურთან როგორც ასეთი კონტაქტში, არასდროს დიალოგში არ შევსრულე. კიცებულების ერთობლიობა, კი არა, კიცებულება საერთოდ არ არის და თავი გამომძიებლის მიერ. თვითონ ასხადებს, რომ კიცებულება როგორც ასეთი საქმეში არა. 500 საათის ჩანაწერები სასამართლოზე ექსპერტი აცხადებს, რომ აჩქარებულ რეჟიმში ანახი, თუმცა დასკვნაში უწერია შენელები რეჟიმში არის, დასკვნა პროტოკოლ გააკეთეთ კონსტიტუციაში. იქ ზეიმის სახის მტკიცებულება ორგანიზმებთან დაკავშირებით საერთოდ არ არის. წარმოდგენილი არის მტკიცებულებები ურთიერთობასთან დაკავშირებით. იურიდიულ ხაზისთან ურთიერთობას მე არ უარყოფ. ჩემი არანაირად არ დასტურდება სასტუმროში იყო, ვადასტურებ სასტუმროში იყო, ამ ფორმატში რაშიც ვიყავი, გადროითაც ვიყავი. ვერანაირად ვერ მოხდებოდა დამიჯდა ორგანიზება. რატომ არის ესეთი დაინტერესებული კოკა მორგოშია ფარცხალაძის და მიქაძეების დასჯით? მე მორგოშიას არანაირი კვეცა მქონია. კარგად დაზუთხულადაც არ უნდა იძლეოდეს ამ ჩვენებას, რომ თავიდან ბოლომდე ცემისწამება. თუკი მტრობა ამოძრავებს, მაგის გარდა რამის ზიარი, მიანუში თვითონ იძახის, რომ პრობა აკავშირებს. მოყვარვა ნაცემ იყავს ფარცხალაძის კოკა მორგოშია? არ ვიცი კოკა მორგოშიას კითხეს და ფარცხალაძის. თავს უსაფრთხოდ გრძნობთ თუ არა? და თქვენი ძმა ასევე ამ პირობებში ის რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს ციხეში? ისმენ ჩემს ადვილად მოსადრეკი კაცი არ არის მანიპულაცია. თქვენ თავად როგორ გრძნობთ თავს? ხნეთ ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ბრალდებამ უკვე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და მოსამართლე უახლოეს პერიოდში განაჩენს გამოაცხადებს, პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა იმ მოტივის გასამხარებლად, რომ ლევან ჯანგველაძესა და ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს შორის ბიზნესის გამო დაპირისპირება არსებობდა. ბრალდება, რომელიც 9 თვის თავზე მტკიცებულებების გარეშე წარდგა, საბოლოო სიტყვით მოსამართლის წინაშე, მაინც უმკაცრეს სასჯელს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. საბოლოოდ პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი პრაქტიკულად სრულად გადადის მოსამართლეზე. და სწორედ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული სრულიად უდანაშაულო ადამიანების ბედი. დააბრუნდით ეთერში ბატონო ირაკლი ბოდიშს მოუხდი პირველ რიგში მაყურებელს თქვენს რომ აი პატარა ტექნიკური ხარვეზი გქონდა თუმცა ჩვენც აი ბევრ რაღაცას ჩვენი შეზღუდული რესურსით ეხავსავლობთ ეხლა ვაკეთებთ ასე რომ ესეთი პატარა ხარვეზები ბევრად უფრო დიდ ტელევიზიებში ხდება არათუ ესეთ ჩვენსავით პატარა სტუდიებში ასე რომ ბოდიშს უხდი კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა მაყურებელს აი ამ ხმასთან დაკავშირებული პატარა ხარვეზის გამო. ჩვენ საუბრობდით უშუალოდ აი ამ საქმეზე, ბრალდების მთავარ მოწმეზე, რომლის ჩვენებაც გახდა ერთგვარი ბრალდებისთვის მთავარი საყრდენი. საუბარი გვაქვს კოკა მორგოშიაზე, რომელიც მივიდა პროცესზე და მისა ჩვენება
რა შეგვიძლია ვთქვათ, თქვენ მართლაც წარსულშიც არაერთხელ გითქვამთ, სანამ ჯერ კიდევ საერთოდ პროკურორის სიტყვის ეტაპი მოვიდოდა, რომ ამ საქმეში სხვა მართლაც არანაირი მტკიცებულება არ იყო და ეს მართლაც გამართლდა იმ ფორმით, რომ პროკურორმა თავიდან ბოლომდე ააგო. რა არის აი ამ ჩვენებაში რაიმე ისეთი, რაც მართლაც არის მამხილებელი დანაშაულის, არის რაიმე რეალურად ასე? პროკურორმა ვერაფერი ვერ ააგო, მე მოკლედ განმეორდები და ვიტყვი, რომ 6 საათი ილაპარაკა პროკურორმა. მას აქვს ამისი უნარი. მტკიცებულებების გარეშე. ვერც ერთ მტკიცებულებას ის ვერ წარმოადგენდა და არც წარმოუდგენია და არც გავანალიზებია. 6 საათი ილაპარაკა მისთვის სასურველი ვერსია მტკიცებითი ნაწილის გარეშე. დაიწყო როგორ მოხდა დანაშაული, როგორ განვითარდა მოვლენები, განავითარა მისთვის სასურველი ვერსია, მაგრამ როცა საქმე მიდგა მტკიცებით ნაწილზე, რომ რით მტკიცდება ის, რასაც ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, იყო იქ სრული დუმილი და სრული პაუზა და რაზე ააგო მან ეს ყველაფერი ორ რაღაცაზე. ერთი კოკა მორგოშიას ჩვენება და მეორე ეს არის საიდუმლო აგენტის ინფორმაციის საფუძველზე პოლიციის მიერ შედგენილი პატაკი. ესენი მოიყვანა მტკიცებულება. და ახლა მორგოში არის, ისი მოწმე არის, ეს ხალხმა უკვე იცის, რომ ის არაფრის მოწმე არ არის, ის არის დაინტერესებული მხარე, რაღაცებზე გამწარებული, რაღაცებზე დახარბებული და ეგონა რომ კალათაში ხეს ჩაყოფდა იქ თაფლი და თაფლაკვერი დახვდებოდა, მაგრამ კოორდინაციაში ჩაუვარდა და იმ კალათაში იმ კალათიდანაც ვერაფერი ვერ ამოიღო. და ესე გამწარებული ადამიანი დაიწყო რითი ამან ჯონათან ჯონის რომლის უკანაც ეს პიროვნება იდგა გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში სტატუსი არადა ამის უკან იდგა გამორგოშია შემდეგ მისცა სრულად აბსურდული და სრულჩვენება გამოძიებას და სასამართლოში რომ მივიდა იქ გამოჩნდა რომ თურმე ეს ყველაფერი არის მისი პირადი მოსაზრებები მისი პირადი შეფასებები და არანაირი მტკიცებითი დატვირთვა ამას არ აქვს მორგოშიას ჩვენებას რაც შეეხება პოლიციის პატაკს, მასა ყველა დაწერს. ეს არ არის მტკიცებულება, ეს ხალხმა თითის ყველა საყოველთაო ცნობილია, რომ პოლიციის პატაკი არ არის მტკიცებულება. პოლიცია შეუძლია თქვას, რომ მე მითხრა საიდუმლო აგენტმა და ვინ არის საიდუმლო აგენტი? ამას არ დაგისახელებს, ვერც მოსთხოვ პასუხს, არც ამბობს ამას და შეუძლია თავისი ვერსია ჩამოაყალიბოს და ჩამოაყალიბე კიდეც, რომ თითქოს საიდუმლო აგენტმა რაღაც უთხრა. არა და ეს არის ტყუილი. ეს არის მტკიცებულება. ჩაწერილი ინფორმაცია და კოკა მორგოშიას მიერ მიცემული ჩვენება ძალიან იდენტური არის ამას ადვოკატები თვითონ ხარ. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ეს კითხვაც კი დაუსვა მაშინ პროკურორს რომ ერთი და ეს ხომ არ არის საიდუმლო აგენტი იმდენად გავდა მორგოშიას ჩვენება. ერთი პატაკში ჩაწერილი ინფორმაციას. ერთი პატარა გუნდის მიერ დაწერილი არის ეს სცენარი ახლა. ამათ ინტელექტუალური რესურსი მეც ვერ წვდება. ამიტომ თეთრი ძაფით რო არის ეს საქმე ნაკელი ჩანს, ჩვენებებით ჩანს, საგამოძიებო თანმიმდევრობაც ჩანს, რომ გაყალბებულია და სრულიად უნიჭოთ. თუმცა ვერ ვითვლით რომ ისინი არ შეეცადნენ რაიმე მტკიცებულებების შექმნას და მეზობლად ესეთი მოლოდინი რომ ეს პატაკი პირობითად იმ ჯონათან ჯონის სტატუსი ეს დასაწყისი იყო, მაგრამ მერე აპირებდნენ ისინი რაღაც ისეთი მტკიცებულებების შექმნას, აი მაგალითად თვითონ უშუალოდ დანაშაულის აღსრულებელმა უძილაურმა ეს მოსამართლის წინ ილაპარაკა ამაზე, როგორ ხდებოდა მასზე ზეწოლა, რომ მაინდა-მაინც ხელი უნდა დაედო, ასევე სხვა მოწმეებს. არა მარტო უძილაურზე, სხვა მოწმეებზე ხორციელებოდა. ისინი თითქოს შეეცადნენ, რომ შეექმნათ სხვა სახის მტკიცებულებებიც, მაგრამ ნუ არ გამოვიდა ეხლა ეს საქმე ობიექტურად არ გამოვიდა და დარჩა მარტო რაღაც პატაკი. ეს არის უბედურება, რომ უდანაშაულო ადამიანს რომ იჭერ. მტკიცებულებები არ გაქვს. იცი რომ კაც არ ჩაუდენია. და მერე ცდილობ რაღაცის მოპოვება სიყალბით, შანტაჟით, მუქარით, დანაშაულით. ეს არის კატასტროფა. და აი ეს გამოიტანეს ეს საქმე ასპარეზზე და დაენგრათ და დაემხოთ თავზე. აი ეს არის თავი და ბოლო. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში დასკვნითი ეტაპი ამ საქმის მართლა წინ არის და ძალიან საინტერესო არის უბრალოდ აი რა იქნება მართლმსაჯულების განაჩენი
ჩვენ ადრეც გვითხოვს და ალბათ არ იქნება ურიგო თუ განმეორდებით, რომ ეს მნიშვნელოვანი ტესტია მართლა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს ახლა მაგალითად იგივე სააკაშვილის რეჟიმის დროს ეს იყო საზოგადოების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი, რომ უდანაშაულო თუ მტკიცებულების გარეშე ადამიანები შეიძლება მიეცათ პასუხისგებაში. ჩვენ ეს შევცვალეთ ქართულმა ხალხმა და თუ ისევ იგივე ნიშნულით დაუბრუნდა ქართული მართლმსაჯულება, რომ ესე ვიღაცას გონია რომ ეს ის არის დამნაშავე და მტკიცებულების გარეშე ერთ მცირე დაზუსტებას გავაკეთებ მომიტევით რომ შეგაწყვეტილეთ. სააკაშვილის დროს, რა თქმა უნდა, მტკიცებულების პრობლემა იყო და არა მარტო პრობლემა, ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა სამართალწარმოება, მაგრამ მერწმუნეთ მე თქვენ სააკაშვილის დროსაც კი ასე ჰაერზე აგებული საქმე, ასე თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბოტანინი ჭორებზე აგებული საქმე სასამართლოში არ შესულა. სააკაშვილის დროს შესაძლებელია ყოფილიყო არასაკმარისი მტკიცებულებები წარდგენილი, მაგრამ იქ ყოველთვის რაღაცა მაინც იყო. რაღაც ლოგიკა მაინც იყო. აქ აბსოლუტურად არაფერი არ არის. და აი ამ სტანდარტის შემოტანა უნდათ მართლმსაჯულებაში. კი ბატონო, ალბათ სამწუხაროდ ეს არა ამ ფაქტს იქნება ერთგვარი პრეცედენტის ძალაც ხო? ნუ თუ მართლაც მოხდა სასწაული და ამ შემთხვევაში გამომტყუნებელი განაჩენი დადგა აი ასეთი სტანდარტის საქმეზე, ამას ექნება მე უკვე პრეცედენტის ძალაც და ეს მართლაც როგორც სტანდარტი ისე დამკვიდრდება მართლმსაჯულებაში, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი არაფერი მოხდება. მინდა გკითხოთ ცოტა სხვა თემაზეც რომ გადავიდეთ, ეხლა ეს საკითხი გუშინდელ ცვლილებებთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, ძალოვან უწყებებში გადანაცვლებები, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების კუთხიდან ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხართ მოქმედი ადვოკატი, შეხება გაქვთ უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესთან და ბუნებრივია თქვენი აზრი ამ მხრივ იქნება საინტერესო. გუშინ, როგორც გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ბატონი მამუკა მდინარაძე, გაათავისუფლეს ამ თანამდებობიდან და ის დაიკავებს უკვე თანამდებობას, რომელიც ჯერ არ არის მართალია შექმნილი, მაგრამ როგორც ითქვა, მომავალში უნდა შეიქმნას, ეს არის სახელმწიფო მინისტრის თუ სახელმწიფო მდივნის თანამდებობა და იქნება ერთგვარი ძალოვანი უწყებების კურატორის ფუნქციას შეითავსებსო თუ კოორდინატორის, მაბადიეთ, კურატორიც უდი სიტყვა ამ შემთხვევაში, კოორდინატორის ფუნქციას შეითავსებსო. საინტერესო იქნება თქვენი თვალით დანახული ერთი საკითხი. ნაწილი საზოგადოების ამას აღიქვამს როგორც მის დაქვეითებად, ნაწილი აღიქვამს დაწინაურებად. პირიქით, ესეთი მოსაზრებებიც მოვისმინეთ. განსაკუთრებით ქართული ოცნების აი ამ ბოლო პერიოდში აღზევებული ადამიანების მხრიდან იყო ეს პოზიციები წარმოჩენილი, რომ რეალურად ეს არის დაწინაურება. აი თქვენ როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს, საინტერესოა და სხვა შორის ისიც უნდა ვთქვა, ბუნებრივია, რომ ბატონი გელაძე დაინიშნა სუსის ხელმძღვანელად, ხოლო ბატონი თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად. საინტერესოა თქვენ რას უკავშირებთ ამ გადანაცვლებებს და უშუალოდ აი მამუკა მდინარაძის როლზეც რომ ვთქვათ, რა არის ეს მისთვის, არის წინსვლა, დაწინაურება თუ პირიქით ჩამოქვეითება თქვენი აზრით. ბატონო, მე ჩემ პირად მოსაზრებას მოვახსენებთ. მე ვთვლი, რომ ეს არის ჩამოქვეითება. და პირადად ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს ჩამოქვეითება მაღალი ალბათობით უკავშირდება სწორედ აი ამ საქმეს. კონკრეტულად ჯანგველაძის საქმეს. ჯანგველაძის საქმეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო როლი სუსის სამართალწარმოებაში და იმ შედეგში რისი დაყენებაც სურდათ უკანონობით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით და ზეწოლით. ეს საქმე გამონაკლისია, ამ ხრივ ხო თქვენ საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებთ ხო ბუნებრივია. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. რაც შეეხება დანარჩენს, მე მინდა გითხრათ, რომ ბატონი მამუკა ახალი დანიშნული იყო ამ პოსტზე. ის რო ყოფილიყო წლების განმავლობაში ხანგრძლივი პერიოდით, შემდგომ უკვე შეეცვალა სხვა კადრით მესმის, მაგრამ ჩვენ ისიც ეს ყველაფერი დაიწყო ლილუაშვილით. ლილუაშვილსაც თავაზობდნენ შესაბამისად მინისტრის ახალი სამინისტროს პორტფელს და სამინისტროს შექმნას აანონსებ, სადაც მან უარი თქვა
შემდგომ იყო სხვა მინისტრი, რომელმაც ასევე არ გაამართლა და ბატონი ანრი ოხანაშვილის რაღაც ორ თვეში იყო. გაუშვეს. ახლა ბატონი მამუკა რამდენი თვე იყო? 7 თვე. 7 თვე და შესაბამისად ბატონი მამუკაც ძალიან ცივე დროით აღმოჩნდა ამ პოზიციაზე. ანუ ეს არის დაქვეითება და ეს უკავშირდება იმ გარემოებებს, რაც უმაღლეს ხელისუფლებას არ აძლევდა საშუალებას, რომ ეს პიროვნება ამ თანამდებობაზე დაეტოვებინა, თუმცა მას შესთავაზეს ალტერნატიული სამსახური, რომ ეს ყველაფერი უკვე ეს ჯაჭვი ცუდად არ გამოჩნდეს საზოგადოების თვალში, რომ ეს უკვე მესამე პრეცედენტია ჩვენ ხედავთ. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი საქმე, რომელშიც სუსს ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, ძალიან აკოთდა ეს საქმეები, მათ შორის სასამართლოშიც და აი ამ საქმეზეც, ჯანგულაძის საქმეზეც ყველაფერი დადგა თავდაყირა, იმიტომ რომ მტკიცებულებები არ იყო, ვერ შექმნეს რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და სუსს ჰქონდა ამაში დაინტერესება. მე არაერთხელ მithქვამს, რომ კოკა მორგოშიას აქტივობები არა მხოლოდ საჯარო განცხადებებში, არამედ გამოიკვეთებოდა არამედ მის უშუალო კომუნიკაციებში ადამიანებთან, ის ყოველთვის ხას უსვამდა მის პირად დამოკიდებულებებს რუსეთის ხელმძღვანელთან და მათ გარკვეული კავშირები და წარსული აკავშირებდა წარსულის მოცემულობები ერთმანეთთან. და მე არაერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ მორგოშიას ქმედებები ჩრდილს აყენებდა მამუკა მდინარაძის პერსონას. აი ეს შემიძლია მე ვთქვა და თქვენ აი კონკრეტულად მხოლოდ ეს საქმე არის გამონაკლისი, აი თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ სამთავრობო ცვლილებებში შეიძლება სწორედ ჯანგველაძის საქმეს უკავშირდებოდესო და თქვენი მოსაზრება ახსენეთ, რომ სუსი იყო ამ საქმის შედეგით დაინტერესებული და როგორც თქვით, ფალსიფიკაციით პირდაპირ დაინტერესებული. როგორ ფიქრობთ, გამონაკლისი არის ეს საქმე თუ ზოგადად აი სასამართლოზე მართლმსაჯულებაზე გარკვეული გავლენები არსებობდა? მე თქვი ამასთანავე, რომ არის სხვადასხვა საქმეები, არაერთი საქმე, რომელიც საბოლოოდ და პირდაპირ აკუთდა მანამდეც გამოძიების ეტაპზე და შემდგომ უკვე სასამართლოშიც, იმიტომ რომ ყურადღება მიაქციეთ ერთ გარემოებას, რომ ძალიან მძიმე ვითარება არის იმ საერთაშორისო კუთხითაც და ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებაზე სიწოლა გაიზარდა, მათ შორის კრიტიკის ნაწილი ობიექტურად წამოვიდა სწორედ იმ გადაჭარბებების გამო, რასაც ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ. მოდი ასე ვთქვათ ჩვენ, რომ კრიტიკა, რომელიც მოემართება ადგილობრივი აგენტურისაგან თუ დასავლეთისაგან, ეს არამართებული კრიტიკა არის ძირითადად, ასე ჩვენ არ ვეთანხმებით, არც არასოდეს და ვეთანხმებით და ნაციონალური ფაშისტური რეჟიმის დაბრუნებას გამოვრიცხა, რომ ეს ხალხმა დაუშვას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ნაცებად, მაგრამ სამართლიანობა და ობიექტურობა აუცილებელია და როდესაც სამართლიანობა და ობიექტურობა გვერდზე გადაიწევს იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაცა არ თქვას და თქვათ ჩვენ თუ ხელისუფლებას გააკრიტიკება ისეთ ნაციხად, ეს მხოლოდ დაუშვებელი არის. ამიტომ არის გადაჭარბებები, იყო გადაჭარბებები ხელისუფლების მხრიდან და ამაში აქტიურად იყო ჩართული იყვნენ ჩართულები ცალკეული პერსონები და მათ შორის ის პერსონაც, რომელიც აი სუსის როლზე რო ვთქვათ მართლმსაჯულებაში, რაში შეიძლება ეს გამოიხატოს? მაგალითად, აი, როდესაც სააკაშვილის დროს ყველამ ვიცოდით, რომ ხდებოდა მაშინ კუდი და სოდი ერქვა, ხო? და ხდებოდა გარკვეული ზეწოლა სასამართლოზე, ეს გამოიხატებოდა გამამტყუნებელ განაჩენების არანორმალურად მაღალ მაჩვენებელში, მაგალითად. აი, ხა არსებობს ესეთი სტატისტიკა, მაგალითად, რამდენი არის გამამართლებელი, გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა, თუ აი, რა ფორმით უნდა დავინახოთ ეს გავლენა სუსის მართლმსაჯულებაზე? სტატისტიკა ეხლა მოვიყვანო.
გამოვა ისე რომ უნდა ძირითადი თვირთი კრიტიკის გადავიტანოს სასამართლოზე. მაგრამ ეს იქნება არაობიექტური და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ერთი სასამართლოზე ზეწოლას ცდილობს ყველა, ვისაც არ ეზარება. მეორე კიდევ სასამართლოს შეზღუდულია კანონმდებლობით, საპროცესო კანონმდებლობით და მატერიალური კანონმდებლობით მიიღოს ის გადაწყვეტილებები ძირითადად, რომელიც სამართლიან მამსაჯულობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. მაგრამ ისე ძირითადად რო თქვა, სტატისტიკა არის უმეტესობა, ძირითადი ნაწილი მოდის მაინც საპროცესო შეთანხმებებზე. აი ეს არის. ასე რომ სასამართლოზე ზეწოლაში ცდილობენ ტოლი არ დაუდონ ერთმანეთს სამართალდამცავი ორგანოებმა, მაგრამ სასამართლოს ასევე ჭირდება მყარი მტკიცე საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებს ჩამოართმევს არაერთ ბერკეტს ზეწოლის და მათ ხელს გაუხსნის უფრო თავისუფალი იყვნენ გადაწყვეტილებებში. ასე რომ, როდესაც სასამართლოზე ხორციელდება საზოგადოებრივი კრიტიკა, თქვა და სასამართლოს ბრალდება ის, რაც სისტემური პრობლემა არის. მე ამას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ სასამართლო ამ კუთხით დგას ყველაზე ბოლო ადგილას და როდესაც აი ეს ჯაჭვი ხელშემკვრელი ჯაჭვი სრულდება სასამართლოში, აქ უკვე შედეგი ჩანს, იმიტომ რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს. თორე მე ალაგ მუწფერად გეტყვით, ახლა არ ვეპირფერები მე სასამართლოს, მაგრამ მე არ მახსოვს სასამართლოში მოსამართლე, რომ ვინმეს ბრალდებული ეს მიმართ ქონოდა რაღაცა ისეთი ბოროტი დამოკიდებულება და არ ქონოდა მცდელობა მოსამართლეს, რომ თუ პირამ შეიძლება მაქსიმალური საშუალებათა გარემოებებით არ დაეტვირთა ის განაჩენი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა შედეგი არასასურველი ყოფილიყო ბრალდებულისათვის. ასე რომ სასამართლოს დაანებოთ არის სასამართლოს მისცენ შესაძლებლობა იყოს მეტად დამოუკიდებელი, მეტად თავისუფალი და შეიტანოს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს სასამართლოს სრულ დამოუკიდებლობას. საერთოდ ერთი რამე მინდა ვთქვა. შეცდომა, აი როცა ამბობენ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ყველაფერი არის გაკეთებული საკანონმდებლო დონეზე, რომ სასამართლო იყოს უუფლებო. მე ვერ უნდა ვთქვათ, რომ სასამართლო არის უუფლებო და გარკვეულ ჩარჩოშია მოქცეული და იმას ვერ ცდება. აი საპროცესო შეთანხმებები ავიღოთ, ხო? სასამართლოს არ აქვს უფლება, რომ უკავშირდებათ ეცვლიან ამის და მოდის უხდიმაყურებელს. ხელებისგან. სანქციის მინიმუმს ჩამოწდეს. თუ არ გაკეთდა საპროცესო შეთანხმება. ან პროკურატურა მისცემს უფლებას შეთანხმება მოხდება, მერე საერთოდ შეუძლია უსანქციო დატოვება. ასე არ უნდა იყოს ესა. სასამართლოს უნდა კონდეს თავისუფლება მათ შორის სასჯელის დადგენის ნაწილშიც, მიუხედავად იმისა, თუ რას ითვალისწინებს სანქციის ქვედა თუ ზედა ზღვარი. სრულად გეთანხმებით, მე მართლმსაჯულება ხანდახან ესე ესმის მხოლოდ საზოგადოებას, რომ აი დანაშაულის გამოვლენაა მხოლოდ და სინამდვილეში მართლმსაჯულების ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ დანაშაულის გამოვლენა, აი უკვე შემდეგ სასჯელის დადგენა არის მნიშვნელოვანი და მოსამართლის როლი განსაკუთრებით დიდი უნდა იყოს აქ, მან უნდა განსაჯოს, აი შეიძლება დამნაშავეა, შეიძლება სახეზე დანაშაული გვაქვს, მაგრამ აი როგორ უნდა დაისაჯოს. აქ მოსამართლის და სასამართლოს როლი მართლაც ჩვენი კანონმდებლობით არის მინიმუმამდე დაყვანილი და განსაზღვრულია პირდაპირ პროკურატურის ხელშია გასაღები ამ შემთხვევაში და ეს არ არის რა თქმა უნდა სამართლიანი. ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას გავაცნობ მაყურებელსაც და თქვენს, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა. ანუ ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ესეც საკადრო მცირე გადანაცვლებებთან, ამდენად როგორც ჩანს, მართლა სერიოზული სისტემური ცვლილებები არის ძალოვან უწყებებში. რონი მესხს, რომელიც არის მათ შორის მასაც, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მოადგილე. სიხმაწვილის მეგობარი. ხო, არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ხუთივე მათ შორის რონი მესხსაც და ყველას ხუთივე მოადგილეს შეუწყდა უფლებამოსილება. ვნახოთ, როგორც ჩანს, მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ამ მხრივ სამთავრობო რგოლში და ის რაღაც მოლოდინი რომ ეს მხოლოდ არის აი გადაადგილება რამდენიმე ფიგურის, ასე არ არის. როგორც ჩანს, მართლაც ყველაფერი მნიშვნელოვნად იცვლება. ვნახოთ, იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ეს მართლმსაჯულებას პირველ რიგში დადებითად წაადგება და აისახება მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაში, რისი მოლოდინით ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს.
თუმცა არ ვიცი ხა რო დაუბრუნდეთ ისევ ამ ჩვენს განსახილველ საქმეს, დარჩენილი არის მართლაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ აი არ შეიძლება რომ ამ გუშინდელ მოვლენებსაც მოვწყდეთ იქიდან გამომდინარე, თქვენ დაუკავშირეთ ფაქტიურად ეს საქმე აი ამ სამთავრობო ცვლილებებსაც გარკვეულწილად. თქვენ სხვა შორის გამორჩევთ არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე გაკეთებული განცხადებებით, მათ შორის ვინც თქვენს Facebook-ს სადაც ძალიან აქტიური ხართ, თქვენს Facebook გვერდზე ადევნებს თვალს საკმაოდ საინტერესო პოლიტიკურ შეფასებებსაც აკეთებთ. აი მე მაგალითად მახსენდება რამდენიმე დღის წინ ცოტნე ივანიშვილის, ბიზინა ივანიშვილის ვაჟის განცხადებები, სადაც ის ძალოვანი უწყებების მიმართ გარკვეული კრიტიკაც იგრძნობოდა მის სიტყვებში. მან თქვა რომ ეს უმჯობესი იქნებოდა რომ ყველაფერი ისე არ მომხდარიყო როგორც მოხდა ძალადობის კონტექსტზე იყო საუბარი. შეიძლება რომ აი ეს კონტექსტიც დავინახოთ თქვენი აზრით, ეს უფრო პოლიტიკური შეფასებაა ვიდრე ალბათ სამართლებრივი, მაგრამ პოლიტიკა და სამართალი ისე არის ჩვენ ქვეყანაში გადაჯაჭვული, ვერ ავწდებით ამას. მე ზუსტად ეს ვიგულისხმე, როდესაც საუბარი მქონდა იმაზე, რომ ხელისუფლების ალკეული წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა და აქვს გადაჭარბებებს, არასაჭირო გადაჭარბებებს, ზუსტად ამაზე იყო, მე ასე ვთვლი, ამაზე ჰქონდა საუბარი ცოტნე ივანიშვილსაც, რომ ცოტა მეტი წინდახედულობა, მეტი პოლიტიკური გამჭრიახობა არის საჭირო ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას, დამოკიდებულების გამომჟღავნებისას, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას და ურთიერთობისას, როგორი მოწინააღმდეგესთანაც არ უნდა გქონდეს საქმე. იმიტომ რომ ერთია პირადი განწყობა და პირადი განზრახვები და მეორე არის სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომელიც საჭირო არის გადაწყვეტილებების მიღებისას. და არსებობს კანონი, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ყოველთვის არ არის სამართლიანი, ის ისე არ უნდა დაამძიმო, რომ აბსურდში გადავიდეს და სახელმწიფოსაც პრობლემები შეუქმნას. აი მაგალითად ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაკავება, ეს არის ისეთი თემა, რაც სხვათა შორის აი ესეთი ცვლილებები კანონმდებლობის და ესე გამკაცრება კანონის სწორედ ამ ადმინისტრაციას უკავშირდება, ხო? ნუ ძალოვანი უწყებების ამ შემადგენლობას, რომელიც ბოლო ამ 7 თვის განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაში, აი ტროტუარზე დგომის გამო ადამიანის დაჭერა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ეს ნამდვილად არის ის, რაც არ მოწონს არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მომხრეს ამ ქვეყანაში. ეს არის ის, რაც არც მე მომწონს პირადად, ჯანსაღი აზროვნების ალბათ არც ერთ ქართული ოცნების ამომრჩევლებსაც მათ შორის არ მომწონს. გამზარდთა, სხვათა შორის მე მაგაც ვაუბრობდი, საერთაშორისო კრიტიკა. ბატონო, უამრავ რამეში უსამართლოდ გვექცევიან ისინი, მაგრამ ეს ასე არ არის, რომ შენამით ისარგებლო და ცეცხლზე ნავთი დაასხა და საფუძველი მისცე შიდა თუ გარე ძალებს სახელმწიფოზე განახორციელოს ეწოლა. ეს ასე არ შეიძლება. და ეს ყველაფერი იწვევს მერე სახელმწიფოს დასჯას, ხო? ამა თუ იმ ფორმით ეს სანქციებია თუ რაც არის, ახლა კი იძახიან რომ ჩვენ არ გვენაღულებათ. როგორ არ ენაღულებათ სანქციები? სანქციები ძალიანაც ენაღულებათ. ის რესურსები, რომელიც მათ მობილიზებული აქვს ცხოვრების განმავლობაში, ნახევარზე მეტი საზოგადოებრივ აქვთ, როგორ არ ენაღულებათ. და თან ეს სანქციები მთელი ცხოვრება უნდა გაყვეს. მათაც, მათ ოჯახსაც ახლა და რა თქმა უნდა. ახლა რაღაც პერიოდამდე იჭერენ ამ მდგომარეობას ამა თუ იმ მეთოდით და ბერკეტით, მაგრამ მე ვეღარ დაიჭერენ სიტუაციას, იცით, და აქ ძალიან ცუდი პროცესები შეიძლება განვითარდეს. ამიტომ არის რომ როცა ადამიანს არ აქვს ზონიერების განცდა და არ აქვს უნარი სწორად განჭრიტოს რა მოყვება მის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ყველაფერს შედეგად მოაქვს სავალალო მდგომარეობები სახელმწიფოსათვის, მოქალაქეებისათვის და ეს ყველაფერი უშედეგო, რა თქმა უნდა, არ ჩაივლის. იმიტომ არის მე მაინც ვთვლი, რომ სახელმწიფოში არის კრიზისული მდგომარეობა, გარკვეულწილად არასწორი საკადრო პოლიტიკის გამო. და მე აი ამ ბოლო გადაწყვეტილებებით ვხვდები, რომ ხდება ამ მდგომარეობის
ცდილობენ ამ მდგომარეობის რაღაც ეგ ნიშნავს რომ არ იყოს ამ მდგომარეობის სიმძიმე აი ამდენი ხანი ხო პრობლემა სწორედ ეგ იყო რომ და ჩვენს მათ შორის გაოცებასაც იწვევდა ის ყველაფერი რომ ადამიანები რომლებიც მართლა შეიძლება შეცდომებით ვიღაცის შეფასებით არასწორად მაგრამ თვითონ თავისი შინაგანი რწმენით ერთგულად ემსახურნენ მათ შორის ამ ხელისუფლებას და აი ესე ერთბაშად მოხდა ამ ხალხის გვერდზე გაწევა და მათნაცვლად ისეთი ხალხის აღზევება რომლებსაც არც არანაირი როლი ქონიათ არც ამ ქვეყნის წინაშე თვითონაც ამბობენ შილიდანზე თქვენ გახსოვთ ხუნდების განცხადება ხო დიახ სულ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა დიახ რომ ასე ესე იგი საკუთარი მომხრეების ასეთი ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ხო მარტივად რო ვთქვათ აგერ ნაციონალები წარმოიжинებენ ოცნებისგან არაფერი აღარ დარჩა. თვითონ ამ ნაციონალები ამბობენ, უკვე ოცნებისგან აღარაფერი აღარ დარჩაო და მე არ ვიცი ახლა ეს წინაუხედაობას მივაწერო ეს თუ განზრახი სტრატეგია ვიღაცის რომ სახელმწიფო ჩამოშალოს და აქ ვაიდა უშველებელი და უბედურება ატყდეს. ეს ალბათ უნდა შეაფასონ ახლა მე აი ეს არ მნიშვნელოვანია ეს უნდა მეკითხა რომ აი ამდენი ხანი რას უკავშირდებოდა ეს ხო თავიდანვე თვალსაჩინო იყო რომ როდესაც მე პირდაპირ ამ გზით მიდიხარ საბოტაჟს უკავშირე ეს ხო საბოტაჟი ეს იყო საბოტაჟი შენერბული ხელისუფლების მომხრეობით მაგრამ კეთდებოდა მტრების საქმე ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი ხალხისადმი შენი მომხრე იქნება თუ მოწინააღმდეგე იქნება შენი პოლიტიკური ძალი ასე არ შეიძლება ასე ქვეყანა არ იმართება და მე რომ ნაცია არ მინდა იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი გაგებდეს ისე როგორც შენ გინდა და სახელმწიფო დარჩეს გვერდზე და ადამიანი დარჩეს გვერდზე ეს ასე არ არის ეს ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება ამიტომ მე ამ ბოლო ცვლილებებზე მე კიდევ ველოდები ცვლილებებს უკავშირდება ზუსტად იმას, რომ სახელმწიფო ვითარდებოდა არასწორი მიმართულებით ცალკეული პერსონების პოხონდრიის გამო. მარტო პოხონდრიას უწოდებ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დივერსიულ მოცემულობასაც ჰქონდა ადგილი. კი ბატონო, ნახოთ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და იმედია, რომ თქვენი ეს პროგნოზი ამ შემთხვევაში მართლაც გამართლება, რომ საქმე ამ შემთხვევაში გვაქვს იმასთან, რომ ადამიანებმა, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები, მიხვდნენ, გაიაზრეს, რომ ესე გაგრძელება დიდხანს მართლაც აღარ შეიძლებოდა და სწორედ აი ეს შედეგი მოყვება ამ ცვლილებებს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამისი დიდი იმედი გვაქვს. საუბრის დასასრულს რო დაუბრუნდეთ იმ თემას, რითიც დავიწყეთ, მართლაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმე უკვე უახლოვდება დასასრულს, როგორც ვთქვით, შემაჯამებელი სიტყვა, დასკვნითი სიტყვა პროკურატურის მოისმინა მოსამართლემ. ამჟამად მიმდინარეობს დაცვის საბოლოო სიტყვის ეტაპი, ნაწილმა ადვოკატების, ამ შემთხვევაში ბატონმა ზვიად კორძაძემ უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი მოსაზრება. ხვალ არის პროცესი ჩანიშნული, სადაც ადვოკატების დანარჩენი შემადგენლობა იტყვის საკუთარ მოსაზრებებს. შემდეგ 29 აპრილს იქნება რეპლიკა და აი 29-ში გავიგებთ უკვე როდის უნდა გამოცხადდეს განაჩენი. სავარაუდოდ მაისის დასაწყისშივე უნდა დადგეს განაჩენი. რა მოლოდინი გექნებათ თქვენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ის რომ მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი ეს არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ ნუ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არის დაძაბულობა, არის მოლოდინი. დაძაბულია პირველ რიგში ალბათ ბუნებრივია ოჯახი ბრალდებულების საერთოდ ჯერ როდესაც დამნაშავის ოჯახი რამხელა სტრესს გადის და ხა როცა იცი რომ უდანაშაულოთ არიან შენი ოჯახის წევრები დაჭერილი, აი ყველამ რომ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ ამ ადამიანების ადგილას, რამხელა სტრესში არის, ხო ეს ხალხი პირველ რიგში და ალბათ მათთვის განსაკუთრებით უფრო რთულია აი ამ ბოლო პერიოდის გავლა. რა იქნება თქვენი მოლოდინი ამ საქმეზე, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რთულია ამისი პროგნოზი თქვენ გთხოვთ, მაგრამ აი როგორც გამოცდილ ადვოკატს, რომელიც ეხლა გუშინ არ მისულხარ სასამართლოში და მრავალწლიანი და 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში გაქვთ უკვე დაგიგროვდათ აი ეს გამოცდილება, თქვენ ანახი გაქვთ როგორც სააკაშვილის პერიოდის სასამართლო რა იყო, მე აი ეს გარდამავალი პერიოდის დღევანდლამდე აქტიურად ხარ ჩართული მართლმსაჯულების პროცესებში როგორც ადვოკატი. რა მოლოდინი უნდა გქონდეს ამ საქმეზე? რა არის ალბათ მთავარი ის, რასაც უნდა თქვენი შეფასებით დაცვის მხარის პოზიციებს გაამყარებდა და რა უნდა იყოს ის, რაზეც სასამართლომ უნდა ააგოს უკვე შემდგომ საკუთარი გადაწყვეტილება. მოდით პირდაპირ გეტყვით, მე მაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი.
და ეს უკავშირდება ორ გარემოებას. პირველი ის, რაზეც არაერთხელ ვისაუბრია, რომ საქმეში მართლაც არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება წარდგენილი ბრალის მართებულობა. არ არსებობს საქმეში არც ერთი მტკიცებულება. და მეორე, საქმეს იხილავს საკმაოდ ღირსეული ადამიანი, მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილი და მე მაქვს მოლოდინი და შინაგანი რწმენა, რომ ის გამოიტანს ობიექტურ და სასამართლიან გადაწყვეტილებას. არ აიღებს უსამართლობის ტვირთს თავის თავზე, ამას არც საკუთარ თავს აკადრებს და არც საკუთარ პრინციპებს და არ აკადრებს არც მართლმსაჯულებას. მე მაქვს ამის მოლოდინი. და დავამატებ კიდევ იმას, რომ მოლოდინი მაქვს ასევე პასუხს აგებენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს საქმე ყალბად შექმნეს და შეკერეს. პასუხს აგებენ როგორც კანონის წინაშე, ასევე ცხოვრებისეულადაც, მორალურადაც და რა თქმა უნდა ღმერთის წინაშე. თქვენ ყოველთვის ამბობდით ამას სხვათა შორის ჩვენს წინა გადაცემებშიც და საუბრებშიც არაერთხელ ვიხსენებიათ, რომ აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც ამ საქმის გამყალბებლებს მოუწევთ პასუხის გება, როგორც კანონის წინაშე, ასე მორალის წინაშე და აი წინა თემასაც რო დავკავშიროთ, ხომ არ არის ეს მართლაც ხომ არ იწყება მართლაც ეს ეტაპი და ხო არ არის ეს ბოლო პერიოდის ცვლილებების სწორედ ამისი მომასწავებელი ეტაპი. ბატონო, გარკვეულწილად ასია. მაგრამ ერთი რამეც აუცილებელია აღნიშნოთ, რომ დამნაშავეს და ცუდად დაუკუღმა მოქმედს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, თუ კი მას სურვილი აქვს და აღმოუცემდება ასეთი სურვილი და განზრახვა, შეინანოს და გადადგას ნაბიჯი უკან. ამ შემთხვევაში სინანული მოქმედების შეწყვეტა და მართებული მიდგომა ამსუბუქებს მათ პასუხისმგებლობას და შესაძლოა მიტევებაც გარკვეულ შემთხვევაში. გარკვეული წინაპირობების არსებობის ას. ამდენად ურავინ მიიღებს ამ ჩემს სიტყვებს მუქარად, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმის ვამბობ მე. კანონი იქნება თუ ცხოვრება, ღმერთი მაღალია, ღმერთი ყველაფრის გამგებელია, ღმერთი თავის სამართალს აუცილებლად გააჩენს. და რა თქმა უნდა, ღვთისნება არის ყველაფერი და მე საკმაოდ დადებითი და პოზიტიური მოლოდინები მაქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება აი ასე უსამართლოდ უდანაშაულო ადამიანი წავიდეს ციხეში. არ ჩადენილის გამო, მით უმეტეს საქმე ეხება ადამიანის სისხლს, საქმე ეხება მკვლელობის ორგანიზებას. ეს ადამიანს არ უნდა დააბრალო, იმიტომ რომ შენ ასე გინდა, იმიტომ რომ ვიღაცამ ასე იბრძანა, იმიტომ რომ შეიძლება პრობლემა შეიქმნას თუ მის ბრძანებას არ შეასრულებ, ეს ასე არ შეიძლება. ჭკუა იმიტომ აქვს ადამიანს, რომ უნდა გამოიყენოს პირველ რიგში სწორი აზროვნებისათვის და არა იმისათვის, რომ დაუფიქრებლად შეასრულოს სხვის მითითება და არ იფიქროს შედეგებზე. აი ეს არის მთავარი და ზოგადად მით უფრო ბოლო მოვლენებიც აჩვენებს, რომ არადიული არ არის ამ ქვეყანაში. ადამიანმა უყურეთ პრობლემა რა არის ადამიანების, იცით რომ ადამიანებმა ხშირად არ იციან სამი მთავარი რამ, რა შეიძლება, რა არ შეიძლება
და რა არის აუცილებელი. აი ეს რო აერევა ადამიანს და გვერდი ხდება, იქ დამთავრებული არის საქმე. ძალიან საინტერესო და ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, ფრაზით დავასრულოთ ჩვენი ეთერი. დიდ მადლობას გადაგიხდით ბატონო ირაკლი, საინტერესო ეთერისთვის, მით უმეტეს აი ესეთ მღელვარე დროს, როდესაც მართლაც ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც ძალიან ისეთი პროცესები ხდება, რომ ბევრისთვის შეიძლება ეს ყველაფერი მართლაც იყოს ავის მომასწავლებელი. თუმცა ვისურვოთ, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მართლმსაჯულების მტრებისთვის იქნება ასე. მადლობას გადაგიხდით, შევახსენებ მაყურებელს, რომ ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაყურებელსაც მადლობას მოვახსენებ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობები, კარგად ბრძანდებოდეთ.